შემთხვევაში ზუგდიდიდან დაიწყება ჩვენი კონფერენციები. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ავრჩევთ პარტიული ორგანიზაციების თავმჯდომარეებს, ბიუროს წევრებს, პარტიის წევრებთან გვექნება საუბარი ყველა თემაზე, რაც უკავშირდება ჩვენ ქვეყანაში პოლიტიკურ პროცესებს, ქვეყნის განვითარებას. ეს არის ამ კონფერენციების მიზანი და პრინციპში წლის ბოლომდე უკვე ამოიწურება მთელი ქვეყნის მასშტაბით კონფერენციების გამართვა. ბატონო ირაკლი, მიმართავთ საკონსტიტუციოს დღეს გადადის პროცესი. თქვენ ხართ ერთ-ერთი წამდგენი, რომ განვარტოთ, რატომ გახდა საჭირო კიდევ ერთხელ და რას ელოდებით საკონსტიტუციოდან? რამდენად მარტივი იქნება ეს? საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის უხეში დარღვევა არის ძალიან მძიმე ფაქტი და ამის რეაგირების გარეშე დატოვება უბრალოდ არ შეიძლებოდა მართველი გუნდის მხრიდან. ეს იქნებოდა ჩვენი მხრიდანაც უპატივცემულობა ქვეყნის ძირითადი კანონის მიმართ, რა თქმა უნდა, ამას ასე ვერ გავაკეთებდით. შესაბამისად, დღეს უკვე ოფიციალურად შედის საკონსტიტუციო სასამართლოში ჩვენი კონსტიტუციური წარდგენება და საკონსტიტუციო სასამართლო მომდევნო ერთ თვის განმავლობაში იმსჯელებს ამ თემასთან დაკავშირებით. პრინციპში სამშელო არც არაფერია, იმდენად უხეშია და თვალნათელი კონსტიტუციის დარღვევა, რომ პრინციპში მარტივად ჭირდება ამას უბრალოდ დადასტურება და მეტი არაფერი. ეს არის პირველი კურსის პირველი ლექციის კაზუსი, ამას კიდევ ერთხელ გამიმარჯვებთ. ასეთის მობილიზებას საიდან აპირებთ, ანუ გაქვთ მოლოდინი, რომ ოპოზიციიდანაც ვინმე დაუჭერს მხარს პარალელურ რეჟიმში საუბრობთ ისა დათო დავიწყე და რა იყო? ენემ სარჩელი შეაქვს გენერალურ პროკურატურაში შესაძლო გადაცნომაზე პრემიერის და ლელო იწყებს იმპიჩმენტს. აქვე ჩაგეკითხებთ იმავე თემაზე, ბატონო ირაკლი, აი ოპოზიცია ამბობს, რომ მაშინ როდესაც ნიკა გვარამია სამსახურებრივი მანქანის გამოყენების გამო იყო, ანუ მისჯილი ჰქონდა მას, რატომ არ შეიძლება რომ ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ დაიწყოს გამოძიება? პირველ რიგში მოიკითხონ, რა სახსრებიდან არის გაღებული შესაბამისი ხარჯი, არც ერთი თეთრი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ დახარჯულა. შესაბამისად, ყველაფერი არის ცარიელი სპეკულაცია. არ ვიცი, აქაც ცდილობენ რომ გადაეფარონ საკუთარ ასე ვთქვათ თანაგუნდელს, სალომე ზურაბიშვილს, მათ ხავთ საერთო პატრონი და ეს არის რაღაცნაირად უსუსური მცდელობა, რომ გადაფარონ საქართველოს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის უხეში დარღვევა. მეტი მიზეზი რეალურად ამ ყველაფერს არ აქვს, თუმცა ეს არის კიდევ ერთხელ ვთქვი ძალიან უსუსური მცდელობა. ეს სახსრები, რომ ესე დაეკრება. ამასთან დაკავშირებით დეკლარაციაში იქნება წარმოდგენილი დეტალური ინფორმაცია, გასაჯაროვდება ყველაფერი და საზოგადოება ნახავს ყველაფერს. ბორელის ვიზიტი რა განწყობა დატოვა მისმა გზავნილებმა. და აი სტატუსთან დაკავშირებით ბარემ საქართველოს იქნება თავიდან ბოლომდე მზად იმისათვის, რომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი დეკემბერში. ყველაფერი იკეთება ამისათვის, ყველაფერი გაკეთდება ამისათვის. დანარჩენი ნახოთ. იმედია, რომ ამ წელს მაინც შარშანელისგან განსხვავებით მიღებული იქნება სამართლიანი გადაწყვეტილება. თქვენ გახსოვთ, რომ შარშან მოლდოვას და უკრაინას ამასად მიეცა კანდიდატის სტატუსი, საქართველოს უარი ეთქვა, ამას დღემდე იყენებს რადიკალური ოპოზიცია პოლარიზაციისთვის. ეს არ არის, რა თქმა უნდა, სწორი და არ არის სამართლიანი. იმედი გვაქვს, რომ წელს იქნება მიღებული სამართლიანი გადაწყვეტილება, რაც მნიშვნელოვნად დადებითად აისახება, მათ შორის ეგრეთ წოდებულ პოლარიზაციაზე საქართველოში. შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით გამოძიებას ითხოვს ნაციონალური მოძრაობა, ბატონო ირაკლი, ამასთან დაკავშირებით გვინდა თუ შეიძლება თქვენ შეფასებათ? შოვთან დაკავშირებით მართლა გამოსაძიებელია ის აღვირახსნილი ვინძური კამპანია, რომელსაც ოპოზიცია აწარმოებდა. ყველაფრით სპეკულირება უბრალოდ არ შეიძლება, ეს არის სამარცხვინო. აქაც მოახერხეს მათ რაღაცა სპეკულირება, ცდილობდნენ პოლიტიკური ფულების დაწერას, ეს მათ სახეს კიდევ ერთხელ აჩვენებს. ეს არის რაც შემიძლია გითხრათ. საარჩევნო კოდექსში შესაძლებლობებს მოყვა ოპოზიციის კრიტიკა, ამბობენ, რომ ეს ლეგიტიმაციის შემცირებაა და ის, რომ პრეზიდენტის ჩართულობა იქნება, ეს თვალებში ნაცრის შეყრა არის, რომ რა პასუხი გაქვთ ოპოზიციას? ჩვენ გვჭირდება სათანადო წესით სრულად დაკომპლექტებული ცესკო იმისათვის, რომ სათანადოდ ჩადარდეს შემდეგი საპარლამენტო არჩევნები. მიუხედავად იმისა, რომ ცესკოს მოქმედმა თავმჯდომარემ წევრებმა ძალიან ღირსეულად ჩაატარეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ არაერთი შუალედური არჩევნები, ამ კანდიდატურებს მაინც არ დაუჭირა მხარი რადიკალურმა ოპოზიციამ. რაც მათ მიზნებზე მეტყველებს, მათ სურთ, რომ ცესკო არ იყოს სრულად დაკომპლექტებული. ჩვენი მიზანია საპირისპირო, ჩვენ გვინდა ჯანსაღად
დაკომპლექტებული, სრულად დაკომპლექტებული იცესკო იმისათვის, რომ დაბრკოლება არ შეექმნას საპარლამენტო არჩევნების სათანადო ჩატარებას. ექსკლუზიური ინფორმაცია, რომ კეზერაშვილს გარდა იმისა, რომ ევროპაში წარსულს პენსიონერებს, სხვა ქვეყნებშიც ხდება ეს ყველაფერი. თქვენ როგორ უყურებთ ამას და მის ფაქტორს პოლიტიკაში აქედან გამომდინარე როგორ? შემაშფოთებელია თავისთავად ის, რომ პირველ რიგში ის, რომ კეზერაშვილი დღემდე სარგებლობს თავისუფალი მიმოსვლის უფლებით ევროკავშირის ქვეყნებში. ეს მართლა შემაშფოთებელია, ის ძარცვავს პირველ რიგში ევროპელ პენსიონერებს და ამავდროულად სარგებლობს თავისუფალი მიმოსვლით ევროკავშირის ქვეყნებში და ამავდროულად აფინანსებს საქართველოს როგორც სავადე აღიარა ოპოზიციურ პარტიებს, აფინანსებს NGO-ებს, აფინანსებს ტელევიზიებს. ეს არის საზოგადოებისთვის სამშელო საკითხი. რატომ ხდება ეს ყველაფერი? ჩვენ მგონია, რომ პირდაპირ არის ეს ყველაფერი დაკავშირებული გლობალური ომის პარტიის ინტერესებთან, მათ შორის კონკრეტულად ევროპელი პენსიონერების ძარცვაც არის გლობალური ომის პარტიის ინტერესებში. დანარჩენს მე ვეღარ ვიტყვი. რატომ არ აქვს ამაზე ევროკავშირის რეაგირება და რატომ აქვს თქვენ საზოგადოებამ იმშელოს ამაზე. საზოგადოებამ იმშელოს ამაზე, რატომ აძარცვინებენ ევროპელ პენსიონერებს და რატომ აფინანსებინებენ ქართულ ოპოზიციას ამ ნაძარცვი ფულით. ამაზე იმშელოს საზოგადოება. გამარჯვების პლატფორმის განცხადებასთან დაკავშირებით მინდა გითხოთ ბატონო ირაკლი, შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით, სადაც ამბობენ, რომ რეაგირება იყო დაგვიანებული, უნდა მოხდეს გამოძიება ამ საკითხების, იყო თუ არა დროული რეაგირება და ასევე საუბრობენ თქვენი და ბატონი კალაძის შესაძლო ინტერესებზე უშუალოდ შოუში და ასევე გამარჯვების პლატფორმა რა არის? გამარჯვების პლატფორმა გაერთიანება, ოპოზიციური გაერთიანება, გამარჯვების ანაცმოძრაობაზე მოვთ. ხო, ორი მასხარა სათავეში უდგას ნაცმოძრაობას დღეს. ხაბეიშვილი და ყვაშაძე, ორი ლუზერი, ორი ცნობილი ლუზერი. ზოგადად კეზერაშვილს ახასიათებს ხოლმე მომგებიანი ინვესტიციები და ყველაზე საინტერესო ინვესტიცია, რაც მან განახორციელა მომგებიანი, არის ტელეკომპანია ფორმულა, რომელიც წერს 1% რეიტინგს მედიაში და ეს არის ხაბეიშვილი, რომელიც წერს 1% რეიტინგს პოლიტიკაში. ერთმა ხელი მოუმართოს ტელეკომპანია ფორმულას რეიტინგი კეზერაშვილს ოფიციალურ რეიტინგები არსებობს. არა, ორი კომპანია, რომელიც ზომავს რეიტინგებს და ფორმულა არის ფსკერზე, ეს არის კეზერაშვილის ყველაზე იღბლიანი ინვესტიცია ახაბეიშვილთან ერთად. ბატონო ირაკლი, ხალხისადმი გაავრცელა წერილი, სადაც საუბარია, რომ ომის პარტია ფსონსდებს ნინო ლომჯარიაზე მსგავსი ადამიანები იყვნენ გახარია, ლელო, ხაზარაძე და ასევე ეშიანი. რო გითხრათ, ვერცერთმა საზოგადოების ნდობა ვერ მოიპოვა, თქვენ რო შეაფასოთ ნინო ლომჯარიას კანდიდატად დაყენება. ეს ყოველჯერზე ხდება. კი, ნამდვილად ასე იყო, რომ მუდმივად ცდილობენ წარმოაჩინონ არანაცებად ნაცები, ასე შექმნან რაღაც ცალკე ხაზები. საარჩევნოდ, გახარია ამის მაგალითი იყო, კიდევ ისე იყო საუბარი, არ ვიცი. გახარია იყო ამის მაგალითი, თუმცა ჩავარდა ეს პროექტი, ყიფიანი საერთოდ არ არის საინტერესო. რაც შეეხება ლომჯარიას წარმოჩენას არანაციონალად, ეს მართლა საოცრება არ ვიცი. ვინ გეგმავს ასეთ რაღაცებს, უბრალოდ წარმოუდგენელი. ბატონო ირაკლი, უნდა დაიწყოს თუ არა გამოძიება პრემიერ რიჩარდთან დაკავშირებით და ასევე გამოძიებას იქნებ ჩემ შეკითხვას უპასუხოთ და ასევე თუ არ იყო ეს ბიუჯეტიდან ეს თანხები, მაშინ საიდან ქონდა პრემიერს ამდენი ესეთ ყოველსავე თანხები? არ იყო არც ერთი ხაფაზე დამოკიდებული საჯარო ბიუჯეტიდან არ იყო არც ერთი თეთრი გადახდილი. ყველა ინფორმაცია ერთმანეთ იქნება საჯარო, არაფრის დამალვის საჭიროება და ინტერესი არ არსებობს, გამომდინარე იქიდან, რომ ყველაფერი არის აბსოლუტურად ღია. დეკლარაციაში იქნება ასახული ყველაფერი, როგორც შემოსავლებთან, ასევე ხარჯებთან დაკავშირებით. და ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება უნდა დაიწყოს თუ არა? ბიუჯეტი და ფული თუ არ არის დახარჯული, რა გამოძიებაზეა საუბარი. რა გამოძიებაზეა საუბარი, როდესაც ბიუჯეტიდან არც ერთი თეთრი არ არის დახარჯული და მე შეგახსენებთ, რომ სწორედ ნაციონალები, ხაზარაძე და სხვები იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც აპრავებდნენ, ასე თქვათ, სააკაშვილის მიერ სწორედ ბიუჯეტის ფულის ხარჯვას საკუთარი ინტერესებისთვის. რა შუაში იმპიჩმენტი, წაიგეთქონ კონსტიტუცია, რა შუაში იმპიჩმენტი. ბიუჯეტიდან არ არის არც ერთი თეთრი დახარჯული
და ისინი აправებდნენ სააკაშვილის მიერ სწორედ ბიუჯეტის ფულის ხარჯვას საკუთარი პირადი კეთილდღეობისთვის. საიდან ქონდა პრემიერი ჩვეულებრივად ხალხაზე დამოკიდებული? პირველ შეკითხვას რო გავიცით პასუხი. იმპიჩმენტზე საუბარი არის სპეკულაცია და სისულელე. ამაზე გიპასუხეთ. ახლა რაც შეეხება ხარჯებს, ხო მაგაზე გიპასუხეთ, რომ სისულელეა. ეს ხალხი აправებდა სააკაშვილის მიერ ბიუჯეტის ფულის ხარჯვას საკუთარი კეთილდღეობისთვის. და ირაკლი ღარიბაშვილს არც ერთ თეთრი არ დაუხარჯავს ბიუჯეტიდან. ხო ხვდებით რა ხელა სპეკულაციასთან გვაქვს საქმე. სამარცხვინო ეს. ახლა მეორე პირველი ჩავხურეთ. ან რა აუცილებლობა იყო? პირველი კითხვა ხო ჩავხურეთ. ახლა მეორე კითხვა. საიდან? ამაზე პასუხს მიიღებს საზოგადოება, როდესაც გაეცნობა შესაბამის დეკლარაციას, თითეული თეთრი შემოსავალი და გასავალი იქნება ასახული ამ დეკლარაციაში. ბიუჯეტიდან არ იყო ფინანსი ამბობთ და იმპიჩმენტი და გამოძიების დაწყება არ არის ამ შემთხვევაში. რა შუაშია იმპიჩმენტი, როდესაც ბიუჯეტის ფული არ ეხარჯება? რა შუაშია იმპიჩმენტი? წაიკითხეთ კონსტიტუცია და ნახავთ, რომ ეს არის უბრალოდ სამარცხვინო სპეკულაცია. ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ესე იგი 3 პუნქტია მარტო შესრულებული და 9 პუნქტი არის ისე დარჩენილი და რომ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი არის აუცილებლობა ამ რეკომენდაციების შესრულება. რა უპასუხებთ მას? ესე იგი, რაც შეეხება 12 პუნქტს. პირველ რიგში ციფრებით მანიპულირება არ არის სწორი. თუ ვინმე გულშემატკივრ რომ საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღება საქართველოს მიერ, რა თქმა უნდა, მან არ უნდა იმანიპულიროს ციფრებით. რაც შეეხება ევროკავშირის პოზიციას, ისინი ამბობენ, რომ ჩვენ არ ვეთანხმებით ამასაც, მაგრამ ამბობენ, რომ 3 სრულად არის შესრულებული და დანარჩენ შემთხვევაში ზოგი არის დიდწილად შესრულებული, ზოგი სანახევროდ, ზოგი ასე, ზოგი ისე, მაგრამ არსებითად ჩვენ რაც შეგვეძლო გავაკეთებინა ივნისის ბოლომდე ყველაფერი გავაკეთეთ და დამატებით რაც გვითხრეს, იმასაც ვაკეთებთ. აქედან გამომდინარე, საქართველოს არის თავიდან ბოლომდე მზად იმისათვის, რომ დეკემბერში მიიღოს კანდიდატის სტატუსი. მე ასევე მინდა შეგახსენოთ, მოლდოვის და უკრაინის მონაცემები, მათ უკვე აქვთ კანდიდატის სტატუსი, თუმცა შეასრულეს 9-დან 3 მოთხოვნა, 7-დან 2 მოთხოვნა. მაგრამ აქვთ მათ უკვე მიღებული კანდიდატის სტატუსი. დეკემბერში საქართველოს არა მარტო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, არამედ დეკემბერში ისევე როგორც დღეს იქნება ყველაზე წინ ამ სამეულში თავისი განვითარებით, მათ შორის თავისი პუნქტების შესრულებით. ბატონო, შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით, აი უმწეოდ ხალხის მიტოვებასთან, შველა შეიძლებოდა და სათანადო დახმარების გაწევა ვერ მოხდა. ამაზე იქნება პასუხი, გამოძიების დაწყება ითხოვენ და საპირეთქვენ. ამ შეკითხვას სამარცხვინოა, როდესაც ტრაგედიებსაც იყენებენ, ცდილობენ უბრალოდ გამოიყენონ ტრაგედიები პოლიტიკური ქულებისთვის, ეს უბრალოდ სამარცხვინოა. თუ ხალხი შველა შეიძლებოდა ამ შემთხვევაში ხელისუფლებამ ყველა ეგ არის ზუსტად სპეკულაცია და სამარცხვინო ტყუილი, რომ ასეთ რაღაცებს ლაპარაკობენ. სამარცხვინოა ეს ყველაფერი. პრეზიდენტმა როდის მიმართა პრემიერს საზღვარგარეთ ვიზიტებთან დაკავშირებით, თუ გაქვთ ინფორმაცია და რამდენ ხანში მიიღო მან პრემიერისგან პასუხი? არის თარიღები დაფიქსირებული ჩვენს წარდგენებაში, შეიძლება ზუსტად რიცხვები შემეშალოს, მაგრამ შესაბამის დროს თუ არსებია ეს იყო ივლისის ბოლო, აგვისტოს დასაწყისი, როდესაც მიმართვა განხორციელდა და მალევე მიიღო უარი პრეზიდენტმა ამ შეთავაზებაზე, გამომდინარე იქიდან, რომ პრეზიდენტი სრულიად ღიად აწარმოებს კანდიდატის სტატუსის საწინააღმდეგო კამპანიას. ის ლობირებს ღიად კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. აქედან გამომდინარე გაიცა შესაბამისი პასუხი. ესე იგი იმპიჩმენტი გარდაუვალია და იქნება იმპიჩმენტი შეძლებთ 100 ხმის შეგროვება. ბატონო? ირაკლი ღარიბაშვილმა 3 აგვისტოს შოვის ტრაგედიის დღეს დაუბრუნა პასუხი სალომე ზურაბიშვილის წერილზე 22 ახლა ამ ბიუროკრატიული თემებით ეს არის 22 დღის განმავლობაში ელოდებოდა ირაკლი ღარიბაშვილი იღებდა გადაწყვეტილებას თუ ელოდებოდა პასუხს ბიძინავიანიშვილისგან. არ ვიცი ამაზე რა პასუხი გაგცეთ, უბრალოდ არ ვიცი, სასიცილოა. შემდეგი კითხვა. იმპიჩმენტის იმედი გაქვთ თუ არა, რომ 100 ხმა შეგროვდება და იქნება პრეზიდენტის პრეზიდენტს აქვს ნაცმოძრაობის იმედი და ნაცმოძრაობის იმედით არღვევდა კონსტიტუციას. აქედან გამომდინარე, ჩვენი გათვლა ეს არ არის. ჩვენ რა თქმა უნდა არ გვაქვს გათვლილი 100 ხმაზე, არავითარი ილუზია არ გვაქვს, რომ კოლექტიური ნაცმოძრაობა ხარს დაუჭერს სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი მოღალატედ აცხადებდნენ თავის დროს სალომე ზურაბიშვილს. ანუ 3 მილიონ ამომრჩეველს ატყუებდნენ, რომ სალომე ზურაბიშვილი იყო მოღალატე, ხო? ანუ ატყუებდნენ, ეგრე გამოდის. და ხომ არ ატყუებენ შემთხვევით ამომრჩეველს იმასთან დაკავშირებით, რომ მაგალითად ქართული ოცნება არის რუსული პარტია და ასე შემდეგ. ანუ თვითონვე
ნაცმოძრაობა როცა არ დაუჭერს ხარს პრეზიდენტის იმპიჩმენტს, ამით აღიარებს, რომ თავის დროზე 3 მილიონ ამომრჩეველს უბრალოდ ატყუებდნენ და სალომე ზურაბიშვილს უწოდებდნენ ამ ტყუილით მოღალატეს. ეს იქნება მათი აღიარება, ესეც ერთ-ერთი შედეგია, ანუ ლუსტრაცია, მათი ერთიანობის გაშიშვლება სალომე ზურაბიშვილის და რადიკალური ოპოზიციის, მათი საერთო პატრონის თემის გაშიშვლება, ეს არის ძალიან ბევრი პლუსი, რომელიც თან ახლავს იმპიჩმენტის პროცედურას. ასხმაზე ჩვენ არ გვაქვს გათვლა, პირიქით სალომე ზურაბიშვილს აქვს გათვლა, იქიდან გამომდინარე, რომ მას სწორედ ნაცმოძრაობის იმედით დაარღვია თავის დროზე უხეშად კონსტიტუცია. წინააღმდეგ შემთხვევაში დამეთანხმებით ის საერთოდ არ გარისკავდა. ხაზარაძე გიჩივით ბატონო ირაკი თქვენ და რა პასუხს უჩულო საბა ბუაძეს მამუკა ხაზარაძე.